პროკურორს ველაპარაკე, მაგარი აღრენილია შენზე. მაგის გამო შეგულება გადავდიო. ბიჭო, სანამ მოედანზე შეირბენ ეგ დეტალები არ უნდა გაიარო? ასეთი მეწვრილმანი ხარ ეგ როგორ გამოგჩა? შენ არ მითხარი მოედანზე შეირბინეო? ბიჭო, მეკითხარი ფეხბურთელებისგან გაირბინე მეთქი და შენ კიდე ბიონსესკენ გადაუხიე. მაგას ვინ გაპატიებდა აქაური წურწუმია? მოგესალმებით მეგობრებო ალკატრასიდან. რა ალკატრასიდან? ბიჭო, ხუკით ვიწყებ ბაბუქებ რა იყო. ჩვენი მოუხერხებელი რენდომი როგორც ისეთ მოედანზე შევარდნის გამო გასყვანჩას, ამიტომ გთავაზობთ ახალ ჩელენჯს. რენდომი ერთჯერადი კოვზით გათხრის გვირაბს სტადიონამდე, სადაც გაიმართება ფინალი. მიდი, ჰე. რა გვირაბს, ახლა მაგისიც გინდა დამიმატო? მაგან მეუნები? ახლა თავისუფლების ქანდაკებას უნდა ვნახულობდე და შენ გასათავისუფლებლად ხარჯამ ძირფას დროს. ზიგი მაინც არ შემარგე რეალთან მოგება. ჯერ საერთოდ ლეგალურია გადაღება? გადაღება კი ეს ხელოვნებაა, ბიჭო. გადაღება. რა გინდა ისე რუდიგერზე მეტი კი ვირბინე? რა უკნეს ბიჭო სამეფოყლოს. ისე შენ რეალიზმაიზურით ერთადერთი იყავ, ვინც ნუნუ მენდესს გაცდა. მისმინე. გამომძიებელმა მითხრა, თავდებში ვინმე თუ ჩაგიდგება, მალე გაგათავისუფლებთ. ბიჭო, ამ ხელ ამერიკაში სათნახო ეხა სათავდებე კაცი. შენ რო ჩამიდგე? შენ სულ ჯიბში მიდგახარ და მე თავდებში ჩაგიდგე? ჯერის დამიფაზე, ადვოკატი რო აგიყვანი. ხო? ხო, სახაზინო. სახაზინო თუ შენ როგორ ამიყვანე? უკეთესი შენ მოძებნე მაშინ. მისმინე, თუ ადვოკატმა ვერ ხნა, მერაბის დავურეკავ დვალიშვილს, ეგ ხო ტრამპს იცნობს. თუ კიდე არ მოგვარდა, მერე მერაბის დავარეკინებ ცუკერბერგთან და ავაჯიოკოთ Facebook-ში. უბრალოდ ბიჭო, არ მინდა შენ გამო ამდენი ხალხი შევაწუხო. და ამდენი ხანი მე აქ რა ვაკეთე? რა ვიცი, რეპერობა როცადო? 50 Cent-მას მასე დაიწყო ის. რა გინდა რეპერული სახელი კი გაქვს? Random. მეგობრებო, MC ჩემგან ხელმარჯვნივ Random ავტორიტეტის მოსაპოვებლად სრულიად შიშველი ხელებით დაუპირისპირდება მექსიკელ რეციდივისტს. მიდი ჰე. რა მიდი ჰე, ძმაო, არც ეგეთი იუთუბერობა მინდა, არც ეგეთი ფინალი. გამომიყვანი აქედან და წავიდეთ საქართველოში. რა გაწუწუნეთ ბიჭო. ჯერ მადლობა მითხარი რომ PSG რეალი ლაივში გაყურებინე. საქართველოში თურმე ფოტოებით გადიოდა ეგ თამაში. დიდი მადლობა. არაფრის. მისმინე. ბიჭო, ანჩელოტი ჩვენთან ერთად ხო არ ზის? დაიჭირეს? გადასახადეს მალავდა. ვერ მალავდა ეტყობა კარგად. ხო? იუმორი დაგიღვეწია. ხო არ დაგტოვო აქ მოგიხდა აკაუბრობა. რა უნდა დამტოვო, ძმაო? საზღვარზე გადმოვიპარე მექსიკიდან, ვიწვალე და ფინალსაც ვერ ვესწრებ. ბიჭო, ჯერ ეს ერთი რომელზეც მექსიკიდან გამოვიპარეო ცოტა ჩუმათრინა. მერე მეორე რა ვიცი ჩელსის ათამაშებიან და აქ უფრო გაერთები მგონია. კაი. როდის იყო ბიჭო ქართველი გასაჭირში მიმეტოვებია. ჩავრიე ხალხი და გიშვები. მართლა? ოღონდ გამოსასწორებელი შრომა დაგინიშნეს. წალინჯი ხას ჩემი ეზონა დაასუფთავო. იქ ბალახია მოსათიბი, იქ რაღაცაა გასატანი, განახებნე ყველაფერს. 13 ივლისს სოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში PSG და Chelsea დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუ PSG-მ ეს ტიტულიც მოიგო, ჩემი აზრით შემდეგ სეზონში სხვა წონით კატეგორიაში უნდა ითამაშოს. ნახევარფინალში PSG-მ Real-ს 4-0 მოუგო. პირველი გოლი ვერ ვნახე, ტრანსლაციას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ხოლო დანარჩენი 3 ეს რა ვნახე. Real-ის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება ჯუდ ბელინგემმა მიიღო 6 და 7 და ისიც 3ჯერ გამოჩნდა კადრში, აქედან 2ჯერ გაგრილების პაუზის დროს. მოკლედ ლუის ენრიკემ Real-ს შოუ ტაქტიკა შესთავაზა. ჯერ მცველები გაუქრო, მერე ბურთი დაუმალა და ბოლოს გაღიმებული დატოვა. ლონდონის Chelsea ისე გავიდა ფინალში რომ გავიდა, მაშინ გავიგეთ. PSG-სგან განსხვავებით პლეი-ოფის ადვილი ბადე შეხვდა. მერვედ ფინალში ბენფიკა, მეოთხედ ფინალში პალმეირასი და ნახევარფინალში ფლუმინენსე. PSG-ს კი ინტერ მაიამი, ბაიერნი და რეალი. ეს როგორი რაღაცაა, იცით? აი ზოგი ამერიკაში მოსახვედრად რომ მექსიკიდან იპარება მდინარეს, გადაცურავს ღამე-ტყეში ათევს და ზოგი ეგრევე მწვანებარაც რომ იგებს. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. PSG და Chelsea ერთმანეთს 10ჯერ შეხვდნენ. აქედან 3ჯერ PSG-მ მოიგო, 2ჯერ Chelsea-მ, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. სოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე PSG თამაშის საშუალოდ 6ჯერ ურტყავს კარში, Chelsea კი 2 ბარათს იღებს. PSG თამაშის საშუალოდ 5 კუთხურს აწვის, ხოლო Chelsea 11ჯერ ჯარიმდება. ჩემი პროგნოზია PSG გახდება ჩემპიონი. მერვედ ფინალში 4-0 მოუგო ინტერ მაიამის, მეოთხედ ფინალში 2-0 ბაიერნს, ნახევარფინალში 4-0 რეალს. შესაბამისად ფინალში როცა ტიტული არის სასწრაფოზე, ვფიქრობ რომ Chelsea-თან მოგებაც არ გაუჭირდება.
ჩემი პროგნოზია ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს გოლს ან გააკეთებს საგოლე გადაცემას. კვარას პლეი-ოფის სამივე შეხვედრაში ძალიან ცოტა დააგდდა გოლამდე, ერთი სიტყვით არ გაუმართლა და ძალიან გამეხარდება თუ ფინალში გაუმართლებს და გოლიდან ასისტით გაგვახარებს.